მოგესალმებით, დღეს 23 თებერვალია, 2015 წელი. სპეციალური გადაცემა, რომლის მაყურებელიც თქვენ ბრძანდებით, ეძღვნება ინგუში ხალხის, ღილღველების 1944 წლის გადასახლების 71 წლის თავს. გადაცემა მზადდება ჟურნალისტური გამოძიების ინტერნეტ გამოცემა Pres-cavcasia.ge-სა და Медиа-холдинг PKTV-ს ბაზაზე, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ ამ ტელევიზიის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, ქალბატონ ქეთევან სესიაშვილს და მის შემოქმედებით ჯგუფს. მე გახლავართ ისტორიკოსი მარიამ ბეჟიტაშვილი, ინგუშურ-ქართული საზოგადოება პრომეთეს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ავტორი პროექტისა ღილღოს ტრაგედია, არხოტული ზეპირსიტყვიერი წყაროები 1944-1961 წლები. ჩვენი გადაცემის სპეციალური სტუმარია ბატონი ვახტანგ ქიბიშაური, დაბადებული არხოტის თემის სოფელ ახიელში 1935 წელს. პროფესიით ბიოლოგი, 35-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი. ვთხოვ ბატონ ვახტანგ სტუდიაში. მოგესალმებით. Tchot დაიკავოთ თქვენი ადგილი. ბატონო ვახტანგ, ის რის მოთხრობასაც თქვენ დღეს ჩვენი მაყურებლისთვის აპირებთ, უტყუარი სიმართლე და ჭეშმარიტება, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენ თავად ბრძანდებით მონაწილე და თანადამსწრე იმ ამბებისა, რასაც აღწერთ. მეორეს მხრივ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, როგორ თვლით თქვენ საჭიროდ ამ ისტორიის მოთხრობას და აქცენტის გაკეთებას ამა თუ იმ ფაქტზე. თქვენ ბრძანდებით ავტორი წიგნისა არხოტული მოგონებები და ლექსანდრეზები და ამ წიგნის რამოდენიმე თავი ეძღვნება საკუთრივ ღილღველებს, ქისტებს, როგორც არხოტივნები უწოდებთ თქვენ ინგუშებს. ხოლო ჩვენი გადაცემის თემა ღილღოს ტრაგედია, არხოტული ზეპირსიტყვიერი წყაროები პირდაპირ მოითხოვს ჩვენგან სემანტიკურად აღწეროთ ის ამბები ზეპირი თხრობის, ნარატიული თხრობის თვალსაზრისით, ის რაც თქვენს წიგნშია გამოცემული. გთხოვთ დავიწყოთ თხრობა ამ მიმართულებით. როგორი იყო არხოტულ ღილღველური ურთიერთობების დინამიკა მე-20 საუკუნის მანძილზე, 1944 წლამდე, ვიდრე ინგუშების გასახლებამდე? არხოტივნები და ქისტები საუკუნეების განმავლობაში მეზობლად ცხოვრობდნენ. ჰქონდათ როგორც მეგობრობა, ისე მტრობა სადავო საკითხებზე, როგორიც არის საჯიხვე მთების შეცილება. იყო საჯიხვე მთები, არის საჯიხვე მთები, მაგალითად შავწყალი და ჩორეხი, რომელიც ქისტების მხარეზეა, აქ გადადიოდნენ არხოტივნები, ნადირობდნენ, ამაზე წინააღმდეგები იყვნენ ქისტები, ასევე ქისტები გადმოდიოდნენ არხოტის მხარეზე საჯიხვებზე, როგორიც არის ტერღა, ბისნა, აწივის მაღალი და სხვა. როდესაც ხდებოდა მათ შორის ფატალური ფაქტები, ხდებოდა სისხლის აღებასთან დაკავშირებით მკვლელობაც. შურის მაძიებლობა ორივე მხარეს ახასიათებდა. ამიტომ არჩებოდა მკვლელს აუცილებლად უნდა ეზღო თავისი დანაშაული. ან მკვლელი უნდა მომკვდარიყო, ან მისი მხრიდან ვინმე ბიძაშვილები. ან საერთოდ ქისტი, იქ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ბოლოს და ბოლოს. ეს გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში და ბოლოს როგორც იქნა, ადამიანურმა გრძნობამ გაიმარჯვა და გადაწყვიტეს ხელისუფლებმა და ქისტებმა, რომ ერთად მოელაპარაკათ და როგორმე შეიგებოდნენ. ეს მომხდარა პირველი შერიგების მცდელობა მე-20 საუკუნის
დასაწყისში ეგრეთ წოდებულ ტერჰის კარ. ქონია მათ ბჭობა არხოტინებს და ქისტებს, მაგრამ უშედეგოდ დამთავრებულა. ქისტებს მოუთხოვიათ არხოტინებისათვის თითოეულ კომლზე 3 ცხვარი. ამას არხოტინები არ დათანხმებულა. და ეს თავკრილობაც უშედეგოდ გაკრილა. მინდია ციკლაური თავის ლექსში, რომელიც ამ ამბავს ასახავს, ამბობს სამ ცხვარ გადაუწყვეტა მიმცემ ვირიყო ერთისა. მე კი შავთიკანს არ მივცემ ზოგებ მკვდართი წირებისა. და არხოტინებისთვისაც მოუწოდებია მინდია ციკლაურს, არ გასტყდათ არხოტინებო გატეხით რა იქნებისა, ვინაც მაკვდების დავმარხოთ სხვა კიდევ გაიზრდებისა. 1924 წელს მომხდარა ქისტების დალაშქვრა არხოტზე. ლაშქარი გადმოსულა შავანიდან, არხოტის სოფლებში შემოჭრილა გამთენისას, როგორც ხევსურეთში იტყოდნენ ცისფერ ზრაზე, ცხენებით მოსულა, ვიდრე გათენდებოდა და ქისტებს თურმე დაუწყიათ რუსულად ლაპარაკი. იმიტომ რომ ძალიან ბევრმა არხოტელმა ხევსურმა ქისტური იცოდა. და ქისტებს დაუწყიათ რუსულად ლაპარაკი, რომ არ გეეგოთ ხევსურებს, რომ ქისტები იყვნენ. და თან ქისტები ლაპარაკობენ ხმამაღლა თურმე, რომ ჩვენ მილიცია ვართ და თქვენთან გვაქვს თათბირი მოსული და რამდენიმე კაცი გაუტყვებიათ სახლიდან. და უკვე ისინი უკვე ქისტების ტყვეობაში აღმოჩენილან. მათ დაუკვირიათ, რომ არ გამოუხიდეთ სახლიდან ქისტის ლაშქარი დაგვეცო. და რა თქმა უნდა ისინი აღარ გამოსულან სახლიდან, გამაგრებულან სახლში. ამის შემდეგ ახალიდან ქისტები გადასულან ამღაში. და რაც კი ქისტებს გარეთ საქონელი ნახეს, ყველაფერი გარეკეს, ეს გარეთ ვინც გაიტყვეს ეს ხევსურები, ისინიც გარეკეს და ჩავედნენ გოშტიკავთას. ეს გოშტიკავთ არის პირველი სოფელი არხოტიდან რომ მიდიხარ გიილგიойская. ინგუშური სახელწოდება ფუი. ფუი? ბატონო ვახტანგ, უკაცრავად ძალიან საინტერესო ჟღერს, ანუ იყო დრო, როდესაც ქართველებს, ამ კერძო შემთხვევაში არხოტინებს, ესმოდათ ღილღველური ენა უფრო ვიდრე რუსული. დღეს პირიქით არის თუ ვინმე ღილღველებს ელაპარაკება კომუნიკაციაში მათთან რუსულის მეშვეობით, სამწუხაროდ არა ინგუშურ ენაზე. ქრისტემა იმიტომ დაიწყეს რუსულად საუბარი, რომ არხოტინებს არ გაეგო როქისტის ლაშქარი დაგვეს. გასაგებია, ძალიან საყურადღებო ფაქტი. მეორე შერიგება მოხდა პირველი შერიგებიდან 30 წელს. ამ შერიგების ორგანიზატორი და როგორც სიტყვიან სულის შემდგმელი იყო გაბრიელ ნაროზაული, რომელიც არხოტში სასოფლო საბჭოს თავმჯდომარედ მუშაობდა. გაბრიელი გვიყვება, რომ მოვიფიქრე ის, რომ ვიცოდი ქისტებსაც მობეზრდა ეს ხოცაჟლეტა, ხევსურესაც მომეჯდა, საჭირო იყო რაღაცის გაკეთება, რომ ეს ხალხი შევერგებინა და სისხლის ზღვა შეწყვეტილიყო. ამიტომ დავწერე განცხადება, გადავედი დუშეთის რაიონში, მივედი რაიკომში, გავაცანი ჩემი აზრი, ვაჩვენე ჩემი განცხადებაც, დაუმტკიცე, რომ ეს შესაძლებელია
და რაიკომში არავინ არ მომაქცია ყურადღება. მithres ეს შენი საქმე არ არის, დაბრუნდი არხოტში უკან და კულტ ბრიგადა უნდა გადმოვიდეს და იმად დახვდიო. მე ჩემი არ დავიშალე და ჩავედი თბილისში. მოუნახე ცნობილი პოეტი გაბრიელ ჯავუშანური, რომელიც იმ დროს უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, გავაცანეს ჩემი განაზრახი და გაბრიელმაც მოიწონა და წავედით დუშეთის დეპუტატთან იმ დროს გაზეთ კომუნისტის რედაქტორთან ხატიაშვილთან. ხატიაშვილმა მოიწონა ჩვენი განაზრახი, წაიკითხა ჩვენი განცხადებას და გვითხრა რომ ეროვნებათა საბჭოს დეპუტატია შარბა დადიანი, მე იმას დაუკავშირდები, მივალთ ფილიპე მახარაძესთან და ერთ კვირაში არხოტში კომისია გადმოვა და შეიძლებაც მოხდებაო. მართლაც არ გასულა ერთი კვირა და კომისია მოვიდა არხოტში. ამ კომისიას დაემატა ჭირედან დავით გაბური, ახელიდან გარსია ოჩიაური, ამღიდან წვრილა ციკლაური, ბერდია ციკლაური. ეს მამ ბერდიამ კარგად იცოდა ქისტური ენაც. დუშეთიდან კი გადმოვიდნენ ხელმძღვანელი იყო ბარისაღოს საშუალო სკოლის დირექტორი, მილიციის წარმომადგენელი. ისე რომ გავემგზავრეთ არხოტიდან ღილგოს და პირველ სოფელში რომ ჩავედით გოშტიკავრთას და გავაცანით ჩვენი მგზავრობის ამბავი ქისტებს ძალიან გავუხარდათ. ჩვენი მასპინძელი იმ ღამეს იყო ილბიზრუყო და ილბიზრუყომ საკლავი დაგვიკლა. ჩვენ უთხარით რომ ნუიხარჯები ამდენსო. მან გითხრა რომ ეს საკლავი და საქონელი იმითომ ყავს რომ კარგ სტუმარს დაუკლა და თქვენზე უკეთესი სტუმარი ვინ მოგვიო. ამის შემდეგ მეორე დღეს ჩვენ წავედით მუჟიჩაში, ცენტრში, სადაც გავაცანეთ ჩვენი მდგომარეობა. ისინი ძალიან მასიამოვნებდით არჩენ ამ ამბით შერიგებასთან დაკავშირებით. მოიწვიეს ბიურო, საზეიმო სხდომა, მეორე დღეს გამართეს ბანკეტი, იყო სიტყვებით გამოსვლაც, საღამოზე დავანაწილეს ოჯახებში და იქ მე დავინახე ძალიან დიდი სიმდიდრე, ხალიჩები გაფენილი კედლებზე, დაბლა, თვითონ ქისტები კარგად გამოიყურებოდნენ ბუხრის ქუდებით და მესამე თუ მეოთხე დღეს გადაწყდა რომ მე უნდა წამოსულიყავი, ჩვენ 1-2 წამოვედით არხოტში და ქისტები უნდა მოსულიყვნენ და მე ჩვენ უნდა დახვედროდით. მართლაც წამოვედი 1-2 კაცი ჩვენები წამოვიყვნენ, სხვები იქ დარჩნენ ქისტებთან. რაღაც არხოტულ სიგარებესთან დაკავშირებით მოვემზადეთ. ჟიპიტაური გამოვხადეთ, საკლავები ჩვენც დავყალით, მაგრამ სად ღილგოს სიმდიდრე და სად არხოტის სიგარები. მაშინ მართლაც მოვიდნენ, ჩვენც პატივი ვეცით, ამღას დავხვდით კლდესთან, სიტყვა წარმოთქვა ვანო კუცია. რამდენად წარმომადგენლობითი იყო ინგუშური დელეგაცია, რამდენი კაცი იყო? იქ გაბრიელი მოგვითხრობს რომ 7-8 კაცი ამოვიდა ცხენით.
მე ისინი გამეთ დაანაწილეს ჩვენთან ოჯახებში. ისინი ძალიან ისე კმაყოფილები წავიდნენ, მაგრამ ქრისტებმა მაინც გვაჯობეს დახვედრითო და პატივისცემით. ბატონო ვახტანგ, ერთგვარად გასაოცარია და სასიამოვნოდ გასაოცარი, რომ ამ საკმაოდ ძლიერი მესისხლეობის ისტორიების შემდეგ ასე ძალიან დიპლომატიურად, მაღალ დონეზე, ცივილიზებურად, როგორც შეფერის ორ კულტურულ ერს, თითქოს ძალიან დიდი სახელმწიფოებრივი გამოცდილების მქონეს, მოხდა ამგვარი შეთანხმება, შერიგება და დაზავებაც კი. რას ეფუძნება ის ურთიერთპატივისცემა, ნდობა და ეს როგორც მეზობლისა და მონათესავე ერის რაღაც გარკვეულწილად რაღაც მიმართულებით მაინც დაფასება და არა სიძულვილი. ეს რეფრენად გასდევს ხევსურულ პოეზიასაც. შეგიძლიათ გვიპასუხოთ ამ მესისხლეობის ძლიერი ტრადიციის მიუხედავად, რითი იყო გამოწვეული ის პატივისცემა, რაც არხოტინებს ჰქონდათ ღილღველების მიმართ. ურთიერთპატივისცემა და ნდობა მკვლელობების დროსაც კი იყო ქრისტებს და ხევსურებს შორის. აი ფატალური ამბები როდესაც ხდებოდა, ეს გვარები იყო ამაში ჩაფლული მარტო. დანარჩენ გვარებს ჰქონდა ერთიმეორესთან კავშირი და დაძმობილებაც კი იყო ქრისტებს და ხევსურებს შორის. მათთან ჰქონდა ურთიერთობა, მისვლაც და მოსვლაც. როდესაც ხევსური მიდიოდა მაგალითად თავის ძმობილთან, ნაცნობთან ქრისტებში, მაშინ იგი მიდიოდა თოფის გარეშე. ბუნებრივია, ისინი გზაზეც რომ შეხვედროდნენ, რა კი ასეთ კაცს დაინახავდნენ, მის წინააღმდეგ არაფერი პროტესტს არ გამოთქვამდნენ, არ დაინტერესდებოდნენ. მათი ცოდნენ, რომ რას კაცი ასე უთოფოდ მოდის, შეიარაღების გარეშე, ნამდვილი ვიღაცასთან მიდის და ნამდვილი მშვიდობიანი გზავრია. ისე რომ ერთიმეორესთან ყოველთვის იყო კავშირი ქრისტებს და ხევსურებს შორის, მაშინაც კი, როდესაც ძალიან გამწვავებული მდგომარეობა იყო მათ შორის. ისე რომ ერთიმეორესთან მათ არ დაუკარგავ ურთიერთნდობა, პატივისცემა. ბატონო ვახტანგ, მე მინდა გიჩვენოთ ერთი პატარა ეპიზოდი არხოტიონი კაცის ზურაბ ცისკარაულის მონათხრობი, რომელიც ეხება ღილღველებთან, კერძოდ შავანელებთან, მათი გვარის სიახლოვისა და ძმადნაფიცობის ისტორიას, ამბავს მოგვითხრობს და შემდეგ განაგრძეთ ამ თემასთან დაკავშირებით თხრობა. მე ვთხოვ ჩვენს ოპერატორს გვიჩვენოს ეს ეპიზოდი. ეს გახლავთ ერთ-ერთი ეპიზოდი ჩემი საველე სამუშაოების არქივიდან. ძალიან მინდა რომ ურთიერთობა ძველებური გქონდეს, არხოტელებს და ქრისტებს ძალიან კაი ურთიერთობა ჰქონდა ადრიდან. მამაჩები და ჩვენი გვარი, ესე იგი, იყვნენ ქრისტების ზმადნაფიცები. სტარშა ჰქვია იქ სოფელს და ამ სტარშელები ყოფილან ჩვენი არხოტს ლაშქარი დასწებია ქრისტებისა. აქ დაუთოვია და დაუკეტია გზა. დაუხოთია ეს ქრისტები არხოტელებს. ეს სტარშელები ბაჭებს გადაურჩენია. ამის გამო, ესე იგი, ძვად გაეფიცნენ ეს. ესე ცოცხლად რო გადაარჩინეს და გადმოაცილეს. ამიტომ სტარშელები ძმადნაფიცები იყვნენ ჩვენი გვარისა, ცისკარაულები. ეხლაც ძმადნაფიცები ვართო, იციანო, არხოტელებს, ჩემ გვარის ხალხს პატივს ვცემენ. ძალიან მოყვარული ვარ ქრისტებისა და პატივს ვცემ დიდი გულით და სულით ვისურვებ, რომ ერთობა გქონდა ისევ და ერთობა მიყვეთ. აქედანაც კი მიესალმები ყველა ქრისტეს, ყველა იქაურს და
მადლობას მოგიხდით თქვენს, რომ ასეთ საქმეს აკეთებთ. ბატონო ვახტანგ, ამ მესისხლეობის ისტორიების გარდა ხომ არ პოვა ქართულ პოეზიაში ან თუნდაც ხევსურულ ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში ასახვა ღილველთა და არხოტიონთა ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის დადებითი მომენტების ასახვა მათგან. იმასთან დაკავშირებით თუ ქრისტეების როგორი შეხედულება შემორჩა ხევსურებს, ამასთან შემიძლია მოვიყვანო ცნობილი ქალი პოეტის ანა კალანდაძის გასაუბრება ლელა ციკლავრთან, რომელსაც ბებერდედასაც უწოდებდნენ. ანა ეკითხება ბებერდედას, თუ როგორი წარმოდგენა აქვს ქისტებზე და შეფარვითაც კი უსვამს კითხვას, რომ რაიმე ისეთი წამოაცდინოს ქისტების მიმართ. და ლელა რას პასუხობს? პოეტი ეკითხება, რაისთვის აქეთ ქისტებს ბერდედა, მათს ვაჟკაცობას, ძალას და სიმხნეს, მიწაუვსიათ მათ ხევსურთ ძვლებით, რას ამბობ ქალავ ვაჟკაცები იყვნენ. ამღას გაწყვიტეს ბრგე ვაჟკაცები, არხიელაშიც უზომოდ ხოცეს, რას ამბობ ქალავ ვაჟკაცები იყვნენ. რა ვიცი, რომ ერთმა მშვიდობა მოგცეს. აი ასე იხსენიებს ძალიან ლამაზი ლექსი. ქისტებს მოხუცი ქალიც კი, რომლის წინაც გაიარა არხოტივნებისა და ქისტების ურთიერთ დამოკიდებული მშვიდობიანმა პერიოდმა თუ ომისა და თავდასხმის პერიოდმა. ბატონო ვახტანგ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის ძირითადი თემაა ღილგოს 1954 წლის ტრაგედია და 23 თებერვალიც, რომელიც სიმბოლურად ჩვენი გადაცემის ეთერში გასვლის თარიღია, ემთხვევა სწორედ ამ ტრაგედიის 71 წლის წინანდელი ტრაგედიის თარიღს. საერთოდ ღილგოდან ინგუშთა ძალდატანებით განდევნა, ვლადიკავკაზიდან ყაზახეთამდე გზავრობისას განცდილი ტრაგედია, უცხო ადგილზე დამკვიდრების სირთულეები, ახალ გეოგრაფიულ, სოციალურ და ეთნიკურ გარემოსთან შეგუება, ნოსტალგია მათი და მსგავსი ამბები მონოგრაფიულად და ასევე კინოდოკუმენტალისტიკის ფოკუსით გარკვეულწილად შესწავლილია და გაშუქებულია. როგორც ინგუში, ასევე ქართველი ავტორების მიერ, მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო აი ეს წიგნი პროფესორ მარიამ ბეჟიტაშვილის ნაშრომი დეპორტაცია ინგუშიერისა, მიზეზები, გარემოებები, შედეგები, აღწერა ამ ყოველივესი. ეს გახლავთ ინგუშურ-ქართული საზოგადოება პრომეთეს მიერ გამოცემული წიგნი თბილისში 2012 წელს. ასევე შეგვიძლია დავასახელოთ ამავე ორგანიზაციის ინგუშურ-ქართული საზოგადოების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი 23 თებერვალს, რომელიც 2013 წელს გამოვიდა, მაგრამ ზეპირსიტყვიერი ისტორიები, ზეპირი გადმოცემები, ამ ამბის მონაწილე და თვითმხილველი ქართველებისა ასეთ ფორმატში ონლაინ და სტამბური წესით გამოქვეყნებული არ ყოფილა. პირველი შემთხვევა, როდესაც
ამ ისტორიის მონაწილე ხევსურის, ამ თქვათ მოხევის მოგონება ღილღოს ტრაგედიაზე სტამბული წესით დაიბეჭდა და პირველი შემთხვევა თქვენი წიგნია. ეს არის ნამდვილად ნოვაციური პირველი ბეჭდურ გამოცემებში გადმოცემული ამბავი, რომლის მთხრობელიც თქვენ ბრძანდებით. გთხოვთ გადმოგვეცით თქვენი წიგნის ამ თავის ეპიზოდი ღილღოს ცხოვრებიდან შინაარსი. რა გახსენდებათ? რას ამბობდნენ არხოტივნები ამ ტრაგედიის შესახებ? საერთოდ როგორ მოვიდა არხოტში ღილღელთა გასახლების ამბის ცნობა? არხოტში ღილღელთა გასახლების ცნობა მოგვითხოვ პირველად ბესარიონ გაბურმა. მე მახსოვს ახერაში ხალხი შემოერტყა გარშემო გაბურს და კითხავდა ღილღოს ამბებს. ის ღილღოს იყო ჩასული და უკან დაბრუნებული. გაბური გვიყვება რომ ღილღოს რომ ჩავედიო გოშტი კავლოს ტარგაბეს რომ მივედიო კაცი შვილი არ დაბინახია. მთელ სოფელში კაცი დანახვა არ შეიძლება. მე წავედი იქიდან ქადახკეში. ეს ქადახკე გოშტი კავლოსიდან დაახლოებით 3-4 კილომეტრის დაშორებით არის. ავედი ქადახკეში და მივედი ჩემს ნაცნობთან მაჩვიასთან. იქაც არავინ არ დამინახია და დაუძახე სახლთან რომ მივედი. ჰეი მაჩვიაო. და მაჩვია სახლიდან რუსი გამოვიდაო და მითხრაო კაკოი მაჩვიაო. და მე მიყვებაო 3 დღის წინ როგორ გადაასახლეს ქისტები შუა აზიას ტრამლებშიო. აი ეს იყო პირველი ცნობა არხოტში ბესარიონის გაბურის შემდეგ. ამის შემდეგ ჩადიოდნენ არხოტივნები, რა თქმა უნდა 44 წელში ეს არ მოხდებოდა, ალბათ 5 წელში დაიწყო, დაბლაზე დადიოდნენ. ამ ჰქონდათ თუნგები, თულუხები, ვარცლები, საოჯახო ნივთები და ამ ამბავს გარიდებული ქისტები ვინც იყვნენ, ისინი ხელს უწყობდნენ და არ უშლიდნენ ასეთ რამეს ხევსურებს, რომ იქიდან წამოეღო ეს დაბლა. უკაცრავად ბატონო ვახტანგ, გთხოვთ დაგვისახელოთ, რადგან ჩვენი გადაცემის მაყურებელმა გაიგოს, ვინ არიან ეს გარიდებული ქისტები, მთავრობას, გადასახლებას გადარჩენილი ინგუშები? გთხოვთ დაასახელოთ მათი ვინაობა, რომელიც თქვენთვის ცნობილია და ასევე გაგვარკვიოთ, რა მიზეზით არ უშლიდნენ ხელს ისინი არხოტივნებს დავლის შეგროვების პროცესში. ესენი არიან ქისტები, რომლებიც გადასახლებამდე სახლებიდან გაიპარნენ და დღეს მისცეს თავი. ესენი არიან პატრიოტი ხალხი, სამშობლოს მოყვარული, მაგრამ მილიცია ამათ ყაჩაღებს უწოდებდა. და როგორც შანს ახლა ხევსურებს იმიტომ საერთოდ ნაცნობობა ჯერ ერთიდან. მეორედ კიდე ქისტებმა იცოდნენ რომ მხოლოდ და მხოლოდ მათი დასაყრდენი ხევსურები იქნებოდნენ და ისინი თუ მიაწვდნიდნენ სათანადო სარჩოს საბადებელს. და ასეც მოხდა. ღილგოში როდესაც ჩასახლდნენ ხევსურები,
მე მაშინ 10 წლისა ვიყავი. ჩვენი სახლი იყო სოფელ ისმაილათას, ასე ეძახდნენ. იქ 3 კომლი ვიყავი, 3 სახლი იყო მარტო. და რო იტყვიან ზბორი იყო არხოტისა. ჭიმღიდან დავით გაბური, ახერადან ჩვენ, ამღიდან კიდე გიილგიойსკაური. და ამ გიილგიойსკაურმა ქისტურიც იცოდა. რაც შეეხება ამ თვითონ გასულ ქისტებს, ამას ხევსურები ძალიან ნაკებდნენ ამ ქისტებს. იმიტომ რომ ოჯახი მიატოვეს, აქ დარჩნენ, რომ სამშობლოში ყოფილიყვნენ. ბატონო ახლა რას ნიშნავდა, რა მიზნით, რა მიზანმიმართულება ჰქონდათ მათ რომ არ წაყვნენ თავის ოჯახებს გადასახლებაში? თქვენ როგორ ფიქრობთ და რა ინფორმაცია გაქვთ იმ უფროსებისაგან, არხოტელი ხალხისგან, ვისაც უშუალოდ შეხვედრების შემთხვევები ჰქონიათ ურთიერთობისა ახმედ ხუჩბაროვთან და სხვებთან? იმ დროს განთქმული ყაჩაღები ყოფილა ხუჩბაროვი, კვიშტანა, იდრისი და სხვები. არხოტინები ამათ მათი მხარდამჭერი იყო. თუმცა ეს მე არ მინახე არც ერთი ეს ქისტები, მაგრამ ხმა მოდიოდა ამბავი მაშინ ფილმს, რომ ესენი უდარაჯებდნენ ჯარის ნაწილებს. ბატონო ვახტანგ, რატომ სვამთ ბჭყალებში სიტყვას ყაჩაღებს თქვენს სიგნში? მესმის კარგად და დღეს უკვე შეფასებულია მათი როლი, მათი წვლილი ინგუშეთის ისტორიაში. ისინი სახელდებულნი არიან ისეთ პიროვნებებად, როგორადაც სამართლიანობა მოითხოვს. აი ეს წიგნი გახლავთ ისტორიული რომანი ისაქაძოევისა ინგუში მწერლის, რომელიც ეძღვნება ახმედ ხუჩბაროვს, ეს მისი ფოტოა ხუჩბაროვის, მაგრამ თქვენ თვალთახედვა გვაინტერესებს ჩვენ. რატომ უქცევთ ზურგ სიტყვა ყაჩაღებს, ბანდიტებს? ეს ხომ იყო მაშინდელი შეფასება, მთავრობისეული სახელდება ამ პიროვნებების? ყაჩაღებს მე იმიტომ სვამ ბჭყალებში, რომ ისინი ყაჩაღები არ იყვნენ. ისინი იცავდნენ თავის ადგილ-მაუს, თავის მიწა-წყალს და ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ მიწა-წყალს ისინი ვეღარ დაიბრუნებდნენ მათ სიცოცხლეში. მაგრამ მათ ამჯობინეს, ვიდრე წასულიყვნენ თავის ადგილიდან, ვიდრე ცოცხლები იყვნენ თავის მიწა-წყალზე დარჩენილიყვნენ. მილიციას არ გამოპარვია ის ამბავი, რომ ხევსურები ძალიან უთანაგრძნობდნენ აი ამ ეგრეთ წოდებულ ყაჩაღ ქისტებს. რაში გამოიხატებოდა ეს თანაგრძნობა? ეს თანაგრძნობა იმაში გამოიხატებოდა, რომ ხევსურებს ენდობოდნენ, ღამე მოდიოდნენ, პური და რაღაც საკვები ხევსურები აწვდიდნენ. ეს ყველაფერი ღამე ხდებოდა. მილიცია ძალიან უნდოდა, რომ როგორმე შუღლი ჩამოეგდო ქისტებსა და ხევსურებს შორის და მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ ეგრეთ წოდებული ყაჩაღების დასავალიც კარგად იცოდნენ ხევსურები. მაგალითად, ჩვენ ისმაილათას მეც კი პატარა ვიყავი, ვიცოდით, რომ გიილგიოსთან ღამე ქისტები მოდიოდნენ დასაბურებლად. მაგრამ ეს სხვაგან არ ხმაურდებოდა.
ამიტომ უნდოდა რომ როგორმე მკვლელობა მომხდარიყო ქრისტეს და ხევსურებს შორის და ერთი მეორეს გადამტერებოდნენ. არც მეფის მთავრობა თავის დროზე როდესაც ასენდა. არც საბჭოთა მთავრობა, კომუნისტები არავინ არ ზრუნავდა არხოტინების და ქისტების შერიგებაზე. რა კი გათიშე და იბატონე მათ პრინციპში ჯდებოდა. რომ ვერაფერი ვერ გააწყვეს, ვერ დაუპირისპირეს ერთი მეორეს ხევსურები და ქისტები. ამ ხევსურების პატარა ბატალიონებს, ვინც შექმნილი იყო, ყველა გააერთიანეს მილიციაში, ჩააცვეს ერთნაირი ფორმა და ამ დროს უკვე მოხდა ფატალური შემთხვევებიც. ღილღოს სულ 3 ხევსური მოკვდა და ქისტები ამას ძალიან ნანობდნენ, იმიტომ რომ რაკი თანასამოსი ერთნაირი ჰქონდა მილიცად. ისინი ვეღარ არჩევდნენ რომელი იყო ხევსური. იქ დაიღუპა 2 ჯუთელი და 1 ბლოელი კაცი. მე უკვე ვთქვი რომ ვინც ქრისტური იცოდა, ის ოჯახები აყვანილი ყავდა მილიციას. და ღამ-ღამობით ამოწმებდნენ. ღამე მოსვლა ქისტები. 3 კაცი, 2 სახლში შევიდა და 1 გარეთ დარჩა დაცვა. ისმაილათიდან ტანგაბემდე არის დაახლოებით 1 კილომეტრი და იქ ცხოვრობდნენ ჯუთიდან ჩასახლებულები. კერძოდ ერთ-ერთი დავით არაბული. ამ დავით არაბულს ჰქონია დავალება მილიციიდან, რომ ღამ-ღამობით ეს გიგიას ოჯახი შემოწმა. და აი დავითი მოსულა იმ დროს ღამე, როდესაც ეს 2 ქისტი შესულია, მეორე კიდე კარებთან ყარაულობს ამათ. და ამ ქისტს შეუმჩნევია ეს დავითი და იქვე მოუკლია. ბუნებელია, შეიარაღებულ კაცს რომ დაინახავდა ეს. ამაზე იტყოდნენ ძალიან ნანობენო ქისტებიო აი ამ შემთხვევასო. მე რო ჩავედი, პირველად რო ჩავედი, მაინტერესებდა დავლაზე სიარული. და სოფელი ისმაილათის ახლო 2 სოფელი ფალალიკე და ლუდე. დაახლოებით 4-5 კილომეტრის დაშორებიდან. მე რო პატარა ვიყავი, ამ ახლო სოფლებში მატარებდნენ მეც დავლაზე სიარულს. აი იქ მე შემიმჩნევია ოჯახებში, რომ მაგალითად ერთგან აყვანიდან ბავშვი ისე იყო ამოყვანილი, როგორც სიტყვიან ამოწვდილი, რომ აკვნის საგებელი ძალიან ცოტათ იყო არეული. მინახე აგრეთვე ქისტის ქალი ჩეჩვის მატყლის ჩეჩვის დროს, მატყლს რო ჩეჩავდა, როგორ იყო უცბად წამოყენებული აქედან, მაშინ როდესაც საჩეჩი სავარცხლის კბილებს მატყლი შერჩენილი ჰქონდა. ასევე მინახია ღუმელზე სავსე ქვაბები კერძით, რომლის მირთმევა ჭამა ვერ მოესწროთ. მე ფიქრობ, ალბათ სახლებიდან გამოსახლებას წუთები კი არა,
ალბათ წამები დაჭირდა. ისე უცბადა ეს ყველაფერი, რომ აი ხალხს აი ასეთ მდგომარეობაში მიატოვეს გინდა აკვანი, გინდა საჩიჩი სავარცხელი და გინდა ქვაბი კერძით. მონაყოლი მამაჩემისგან მახსოვს და ისაც მახსოვს რომ დადიოდნენ რაღაც თეთრი ხალათი ეცვა ორი ჯიბეები ქონდა იმათი მთავრობის ალბათ საბჭოს თავმჯდომარე იყო ადგილობრივ საბჭოს თავმჯდომარე და მამაჩემს შესთავაზეს იქ რომ დარჩენილი იყო 10 ოჯახი ნებისმიერი სოფელი აერჩიათ საცხოვრებლად ამას არავინ დაუდგებოდა წინ და სოფლისთვის დაერქმიათ დრუჟბა ეგეთი შეთავაზება ქონდა მაგრამ მამაჩემი არ დათანხმდა და რატო არ დათანხმდა რომ მამაჩემი ხსნიდა ამას იმითი რომ მიუღებელია მთიელი კაცისათვის სხვის მიწაზე ფეხის დადგმა და ცხოვრება რაც იმას არ ეკუთვნის საერთოდ ტრადიციულად მოდიოდა ეს და აუტანელი იქნებოდა იმათვის შეიძლება დაუშვათ 90-95%-ისთვის მისაღები იყო დაუშვათ ესეთი სოფლის არსებობა მაგრამ ვიღაცა იქნებოდა იქ ვისაც ჩემი წაწყალზე სხვა დადის და არ უნდა დადიოდეს რა ეს რო არ გამოეწვიათ ეს გულის ტკივილი ნუ იქ ვერავინ ამას ეტყოდა იმიტომ საბჭოთა პერიოდი იყო ამას უფლებას არავინ მიცემდა მაგრამ უბრალოდ ამათ იფიქრეს რომ ეგრე იქნებოდა ეგრეც იქნებოდა სხვანაირად არ იქნებოდა და ადგილ წამოვიდა არ დათანხმდა როგორც 57 წელს დაიწყო მაგათი დაბრუნება და გამოიცა ბრძანება რომ უნდა დაბრუნებულიყვნენ უკან დაიწყო ხევსურებად მიუხედავად იმისა რომ არავინ არ იყო ჯერ არც ჩამომსვლელი ჩანდა იქ დაიწყეს სადღაც თერის მარჯვენა მხარეს დასახლება და დაბრუნება ამა დაიწყეს აყრა უკვე და დატოვება იმ სოფლებისა სადაც ეს ხალხი რატომ სუისეთი განცდა მქონდა ამ ხალხს რო უყურებდი რა რომ აი ტკივილისგან დამძიმებული ხალხი იყო აი გადასახლების გამო იმ საშინელების გამო რაც დაატრიალეს მაგ ხალხის თავზე და აი თითქოს სულ მქონდა შეგრძნება რომ აი ეს მოყვება ტვირთად დიტვირთად და მძიმე და აი ხიარულად ვერ ველაპარაკებოდი მერიდებოდა მე ამის აი რაღაც რომ მომელხინა ეს ჯგუფი დადიოდა ალბათ კომისიას არქმევდნენ თუ რას არქმევდნენ რომ აღერიცხათ ეს ხალხი ვინ როდის გადიოდა იმ სოფელი როდის თავისუფლებდებოდა ეს იყო დელეგაცია საერთოდ ინგუშები დაყვებოდნენ ამას და ხევსურებიც ну ამას ჩართულები იყვნენ იმიტომ რომ ეს ხდებოდა აღრიცხვა მე რამდენი მანქანა იყო საჭირო რა ტვირთი ქონდა წასაღები ამ ხევსურებს და ეხლა მაგათიც რომ ტკივნეული იყო ეს დასახლება და გადასახლება და დეპორტაცია მთლიანად ფაქტია მაგრამ აი პირადად ჩემთვის არანაკლებ ტკივნეული იყო რომ 61 რო გამომასახლეს და გამომიშეს იქიდან. გამომასახლეს და წამოვედით და დაუტოვეთ. მოხდა იქ ისიც ვინცაც რა ქონდა ეს პირუტყვი თუ რაღაცა და ბევრმა დაუტოვა რომ დაეწყოთ არსებობა რომ დაეწყოთ ისინი ისეთივე ცარიელები ჩამოვიდნენ იქიდან როგორებიც გაუშვეს აქედან. და რა ვისაც რით შეერნო ნუ ხდებოდა დახმარებები რაღაც საოჯახო ინვენტარით უტოვებდნენ იმას. რაც პირუტყვი და ეგეთი რაღაც რითიც შეიძლება დატოვის ეგ. ერთი სიტყვით უთხრეს რომ თქვენია ეს მიწა თქვენია ჰაერის წყალის ყველაფერი და დიდი მადლობა ჩვენო ვიცხოვრეთ დროებით და აგერ თქვენ მიწა-წყალი და გავიძელი და იცხოვრეთ. და მაგათი ის ბევრმა ცუდად გამოიყენა ჩასახლდნენ მაგათ სახლებში მაგათ ტერიტორიაზე და დღესაც იქ ცხოვრობენ და ეს ხალხი გამორეკეს კიდევ რომელიც წელი იყო არ მახსოვს 92-13 წელი. გამორეკეს და არც არავის ბოდიში მოუხდია იმაზე რომ მე რამდენი ის იყო ამ ხალხის გენოციდი მე რამდენად უწყობდნენ ამას გენოციდს. ბატონო ვახტანგ ხომ არ გსმენიათ კიდევ რაიმე საყურადღებო ამბავი იმ პირებისგან, ვისაც უშუალოდ ჰქონდათ შეხება ახმედ ხუჩბაროვთან, რას იხსენებდნენ, ან პიროვნულად როგორ ახასიათებდნენ, ან აღწერილობითად როგორი იყო ეს აბრაგი, თქვენს წარმოდგენაში როგორია იგი? ჩვენ წარმოდგენაში როგორც მაშინ ხუჩბაროვზე ლაპარაკი მესმოდა, ძალიან ვაჟკაცი ყოფილა და თურმე მუსორს აბლებდა მილიციის თანამშრომლებს, რომლებიც მას დასდებდნენ პალდაკო. სახელი მისი ქუხდა ხუჩბაროვს. ბატონო ვახტანგ, საყურადღებოა რომ ეს შემთხვევა
ბატონი გურამის მოხვედრა ღილღოში და პატივისცემა ქისტების მხრიდან უკვე შემდგომ დროინდელი მოვლენა, რაც დეპორტაციიდან დაბრუნებულ ინგუშებს არხოტივნებმა თავიანთი მიწაწყალი დაუთმეს, დაუცალეს სახლები და ძმურად გაიყარნეს, როგორც ვიტყვით არხოტულად. თქვენ როგორ ფიქრობთ, ფაქტია, რომ ქართული ინგუშური ურთიერთობები ამის შემდგომ ძალიან დადებითი რაკურსით წარიმართა. ამან გავლენა იქონია ძალიან პოზიტიური მუხტი შეიტანა ამ ტრულ მეგობრულ ძმურ ურთიერთობებში და მხოლოდ დადებითი მიმართულებითღა წარმართა ჩვენი ურთიერთობა. აი მას შემდეგ რაც ქისტები უკან დაბრუნდნენ, სიტყვა მტრული უკვე ამოვარდა და მხოლოდ მეგობრული. მაგათ არიცი? აი თუ დაგინახეს ქისტმა თუ შეგამჩნია რომ ხალასი კაცი ხარ, ამოგიდგებიან გვერდში. ძალზე საყურადღებოა და ძალიან კარგი მოგონებებია, ფასდაუდებელი ზეპირი ისტორიებია ეს, რასაც თქვენგან ვისმენთ ბატონო ვახტანგ. და მინდა გითხრათ საერთოდ რომ ეს ინგუში ხალხის ეთნიკური ისტორიის ამსახველი ზეპირი წყაროები, არხოტული ზეპირსიტყვიერი წყაროები გახდება აუცილებლად ამ გადაცემის გასვლის შემდგომ ანალიტიკოსების მსჯელობის საგანიც და შეიძლება წყაროს დატვირთვაც შეიძინოს სხვადასხვა სპეციალისტისათვის, მეცნიერებისათვის, როგორც ისტორიკოსებისთვის, ასევე ეთნოლოგებისა და ფოლკლორისტებისთვის. ამიტომ უსაზღრო მადლობა გეკუთვნით თქვენ, ჩვენგან და სრულიად ინგუშიერის სახელით, რადგან ინგუშოლოგიაში ეს იქნება კიდევ ერთი აგური დადებული წყაროთმცოდნეობით ბაზაში, რადგან ფაქტობრივად ეს 13 წლიანი ქრონიკა, როცა სამშობლოდან გაძევებული იყო ერი, არის დაკარგული ისტორია. და ამ დაკარგული ისტორიის რეკონსტრუქციის აღდგენის პროცესში თქვენი დახმარება, ვინც უშუალოდ იყავით ამ ტრაგედიის მოწმე და თვითმხილველი, ეგზო მნიშვნელოვანია. ამიტომ უდიდესი მადლობა თქვენ და ასევე მადლობა Pres-cavcasia.ge-ს და Medиа-холдинг PKTV-ს, რომ არა მათი ასპარეზი, რომ არა მათი თანადგომა, მათი სპეციალისტების დახმარება ეს გადაცემა ვერ ჩაიწერებოდა. გადაცემის დასასრულს ასევე მადლობა მინდა უთხრა ინგუშურ ქართულ საზოგადოება პრომეთეს, რომელიც გვეხმარება ამ გადაცემის რუსულენოვანი ვერსიის მომზადებაში. საბოლოო თხოვნით მოგმართავთ, გთხოვთ გაუზიაროთ ჩვენს მაყურებელს თქვენი ემოციები გადაცემის დასასრულს და რას უსურვებთ ამ ერს, რომლის მიწაზეც თქვენ ცხოვრობდით, არხოტივნები 17 წლის მანძილზე, რა სურვილებს გაუგზავნიდით? ქისტებს უსურვებ ყოველივე კარგს. და მე ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ კი აი ჩემი საუბრიდან, სანაწერიდან რამეს შევმატებ ქისტების ისტორიას და უფრო გასაგებს თუ გავხდი მათ ჩემი მონაყოლით მათი გადასახლებისა და დაბრუნების შესახებ. უთუოდ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ქორძო ციკლაური გაბრიელ ჯაბუშანურს სიმღერა ხევსურულ ჰანგზე კითხულობს გიორგი ციკლაური. გონი ქალაქში ჩახვედი დასთმე ქისტეთის მთებია, ჩაბნელებული ხევები უსწორ მასწორ გზებია, ხართის პატარა ხეობა სამოთხედ მისაღებია, ლაღი ჭიკჭიკი ფრთოსნების 1000-ნაირი ხმებია, სადაზიდული კლდეები ლაჟვართა გასაღებია, ბრინჯად მწოლარე ქედები სიზმრებს სინჯავენ ნებიანს, მოჩუხჩუხებენ წყარონი,
ათასგვარ ზღაპრებს ყვებიან, ზამთრისგან შემცირებულნი ზაფხულში გალღდებიან, გადალახავენ ნაპირებს, კიდეებს გადასცდებიან, ველებზე ჭრელი ყვავილნი მათი წყალობით ჩნდებიან. შენს დათმე თათა სამეფო არში დაკეცებ ხდებია, ხომიცი ჩვენი გულები რამწარად იტანჯებიან, სული ციხი წევს გულიცა, იქ რომ მაღალი მთებია.